ოკეი, ხო. აი აქ დავწერე მე გამოყვანები, თუმცა ეს თქვენ აქ არ გჭირდებათ რა, გამოცდისთვის არ გჭირდებათ, უბრალოდ ეს ინტერესის თემაში და გააზრების თემაში კარგად დაგეხმარებათ. ეხლა საქმე რაში? მოდით პირველ რიგში პუასონზე ვისაუბროთ, პუასონის შემთხვევით სიდიდეზე. ეს ისეთი რაღაცაა, ისეთი სახის შემთხვევით სიდიდეა, რომელიც ახასიათებს ნახეთ როგორი სახის სიტუაციას. მაგალითად, დროის ერთეულში ესე გამოიყენებენ ხოლმე. რაღაცა თქვენ რომელიღაცა მაგალითად ბანკში მუშაობთ და აკვირდებით ყოველ ერთ წუთში რამდენი კლიენტი შედის თქვენს ბანკში. ერთ წუთში შეიძლება შევიდეს 10 კლიენტი, ანუ რიგი დადგეს, შეიძლება 1 კლიენტი შევიდეს, შეიძლება ერთ-ერთი რაღაცაც მოხდეს, იშვიათობა რომ 100 კლიენტი ერთად მოაწყდეს ბანკს, რაღაცა პანიკის გამო და ასე შემდეგ. და ესეთი მსგავსი ტიპის შედეგებს მახასიათებლებს, ხო, როდესაც საქმე ეხება მაგალითად ამ შემთხვევაში კლიენტების დაცვას. აი ამას ვახასიათებთ პუასონის განაწილებით. ამის ერთი მაგალითია, მაგალითად ასევე დროის ინტერვალში ავარიების რაოდენობა შეიძლება ავტობანზე გავართ და ვაკვირდებით რამდენი ავარია ხდება. შეიძლება ერთდროულად 100 ავარიაც მოხდეს დროის ინტერვალში, შეიძლება 1, შეიძლება 2. ჩვენ გვაინტერესებს მაგალითად გამოვთვალოთ რა იქნება იმის ალბათობა, რომ მომდევნო 10 წუთში მოხდება 5 ავარია, ან ასე შემდეგ. აი აქაც გვეხმარება ეს პუასონის განაწილება. ან კიდე მაგალითად რა შეიძლება ვახასიათებდეს? ხო, ესეთი მაგალითებია, მაგალითად ის კიდე შეიძლება იყოს ვულკანის ამოფრქვევა დროის რაღაცა მონაკვეთში, ხო? არავინ არ იცის როდის ამოიფრქვევა, მაგრამ ესეც შეიძლება პუასონით დავახასიათოთ. ხო, მოდით ახლა დავიწყოთ. შევეცდები რომ ყველასთვის გასაგები იყოს აი აქ რასაც ჩვენ გავიგეთ. სლაიდი კარგად ჩანს, ხო? დიახ. მოკლედ, პუასონის შემთხვევით სიდიდეზე როცა ვსაუბრობთ, მე განვიხილავ დროის რაღაცა ინტერვალს, წარმოვიდგინოთ რომ გვაქვს დროის რაღაცა ინტერვალი, რომლის სიგრძეც არის რაღაცა ტაო, ესეთი ტეთი არა, მაგრამ რაღაცა ტაოთი აღნიშნე. რას ნიშნავს ეს, რომ დავუშვათ, რომ აი ამ სიგრძის ინტერვალი, რომელიც აქ მოცემულია, ეხლა მე დავყავი დელტა თანაბარ ნაწილებად. ნახეთ, ეს დელტა თანაბარი ნაწილი ნიშნავს, რომ 0-დან დელტამდე ეს მანძილი დელტას ტოლია, მერე დელტადან გადავდივარ 2 დელტამდე, ცხადია, რომ ეს მანძილიც იქნება დელტას ტოლი, ასევე ეს მანძილიც იქნება დელტას ტოლი, ხო? და ასე შემდეგ, ესე დელტად მაქვს დაყოფილი და სულ დავყავი ეს მე ყველაფერი n-ცალ რაოდენობა დელტად. ანუ რას ნიშნავს, რომ ჩემი ტაო უდრის n-ჯერ დელტას. ანუ ეს აქ რაც მიწერია, ეს იგივეა რაც n-ჯერ დელტა, n-ჯერ დელტა. ეს იგივეა n-ჯერ დელტა. ანუ აქ 3 დელტა, ეს თუ 3 დელტა, ეს ტაო უდრის n-ჯერ დელტას. აქედან გამომდინარე, ეს დელტა, რომელიც ყოველთვის ერთი და იგივე მანძილია, არის ჩვენი ტაო გაყოფილი n-ზე, ხო? აი აქედან გამოვსახავ. ანუ ჩვენ გვაქვს ესეთი დაყოფილი დროის ინტერვალები, ესე დელტა დროდ, ხო რა, დელტა არის მცირე დრო, დაახლოებით 1 წუთი. და ეხლა ნახეთ რა საინტერესო რაღაც ხდება. მე თითოეულ აი ამ დროის ამ მონაკვეთებში მაინტერესებს აი ნახეთ აქ ბინომიალურზე გადავალ. მაინტერესებს აი აქ უფრო სწორად ბერნულზე გადავალ. აი ამ დელტა დროში წარმატება მოხდება თუ არა. ან მაგალითად, აი ამ მომენტში კლიენტი შემოვა თუ არა ბანკში. ეს არის დელტა 1 წუთია. აი ამ 1 წუთის განმავლობაში კლიენტი შემოვა თუ არა ბანკში. ანუ მე ეს დელტა ისე პატარა დავიღე, რომ მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელია 1 კლიენტი გამოჩნდეს. ანუ მაქსიმალური ალბათობა აქვს იმას, რომ 1 კლიენტი გამოჩნდება ან არ გამოჩნდება. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ მაგალითად აი ამ დელტა მცირე დროის მიდამოში
ორი კლიენტის გამოჩენის, ორი ან მეტი კლიენტის გამოჩენის ალბათობა არის ნულის ტოლი. დაახლოებით ნულის ტოლი. თლად ნულის ტოლი არ არის. ანუ დელტა ისეთ მცირე ნაწილს ვიღებ, რომ ერთდროულად მაგალითად დროის რაღაცა ერთწუთიანი ინტერვალი კი ავიღეთ, ერთწუთიანი ინტერვალი რო ავიღოთ, ან ერთწამიანი ინტერვალი, ერთდროულად რომ ორი მომხმარებელი შემოვა, იმის ალბათობა იქნება ძალიან მცირე. თუმცა ერთი ადამიანის შემოსვლა არ შემოსვლა კიდევ მოსალოდნელია, ანუ ამას აქვს გარკვეული ალბათობა. და ნახეთ მე ჩვენ რას ვაკეთებთ, აი ეს ალბათობა, ეს წარმატების ალბათობა, აი ამ თითოეულ დელტა მონაკვეთებში, აი ამ ინტერვალებში წარმატების ალბათობა დაუშვათ რომ არის ერთი და იგივე. წარმატების ალბათობა თუ არის ერთი და იგივე და ეს წარმატების ალბათობა იყოს პროპორციული რაღაცა ლამბდა შემოვიტანე, აი ამ დელტა ინტერვალის. ანუ ნებისმიერი დელტა ინტერვალის პროპორციული იყოს. ესე იგი პროპორციული იყოს ნიშნავს რომ თუ ჩემი დელტა ინტერვალის სიგრძე ოდნავ კიდევ გაიზრდება, ალბათობა იმისა რომ კლიენტი შემოვა, ესეც უფრო დიდი იქნება. რაღაცა ეს ლამბდა არის მუდმივი რიცხვი, არ დაგაბნიოთ ამ ლამბდამ, რაღაცა კოეფიციენტია, რომელიც ჩვენ არ ვიცით. უბრალოდ ინტუიციურია რომ ეს პროპორციულობა აი ასე ჩავწეროთ და ეს აი ამ პროპორციულობას ალბათობა უწოდოთ. ცხადია ეს ალბათობა ყოველი დელტა დროის შემთხვევაში არის ერთი და იგივე. მოდით შევაჯამოთ, ესე იგი ბოლოში რა გვაქვს? ჩვენ ბოლოში გვაქვს რომ ჩვენი დროის სიგრძე, რომელიც ტაოს უდრის, n-ჯერ დელტას უდრის, გავყავით დელტა ტოლ ნაწილებად, n-ცალ ტოლ ნაწილად და თითო ეულში წარმატების ალბათობა უდრის p-ს და p არის ლამბდა-ჯერ დელტა, ხო? ან თითოეულ დელტა სიგრძის აი ამ დროის ერთეულში გვაქვს წარმატების ალბათობა, რომელიც არის p. ცხადია, მე თუ მაინტერესებს მთლიანად აი ამ დროის ერთეულში წარმატებათა რაოდენობა, ვინ უნდა გამოვიყვანოთ აქ? წარმატებათა რაოდენობა რო გამოვიყვანოთ, იმის ალბათობა რომ მაგალითად 10 მომხმარებელი შემოვა აი ამ დროის ტაო მონაკვეთში, ის იგივეა რომ მაგალითად ერთი მომხმარებელი აქ შემოვიდეს, არავინ აქ არ შემოვიდეს და 10 ცალი ისე გავანაწილო, რომ აი ამ ტაო სიგრძეში 10 ცალი მომხმარებელი შემოვიდეს, ხო? შეიძლება პირველში შემოვიდეს, მეორე არ შემოვიდეს, აქ კიდე შემოვიდეს, აქ არ შემოვიდეს, მაგრამ სულ 10 ცალი იყოს. და იმის ალბათობა, რომ მაგალითად 10 ცალი ადამიანი შემოვა აი ამ ტაო დროის მიდამოში არის c n-დან x-ი იყოს ჩვენ შემთხვევაში 10, ანუ ესაა უჩვეულებრივი ბინომიალური ალბათობა, რაც წეღან გავიარეთ. ესე იგი, ჩვენ ვირჩევთ c n-დან, რახან სულ გვაქვს n ცალი ასეთი ინტერვალი, ჩვენ ვირჩევთ n-დან x, მაგალითად, ანუ 10 თუ გაინტერესებს 10, მაშინ 10-დან n-დან ვირჩევთ 10 იმ მომხმარებელს, რომელიც შემოვა. გამრავლებული p ხარისხად x-ი, x-ი არის p არის ჩვენი წარმატება, რომ შემოვა მომხმარებელი. ეს წინადე რაც გავიარეთ და გამრავლებული 1 - p n - x. ეს არაფერი არ არის გარდა იმისა, ჩვენ წინა სლაიდზე რაც ვნახეთ, ხო? ცხადია. ეხლა შეხედეთ. საინტერესო რა არის აქ? ეს არაფერი, ეს უბრალოდ მე აი ეს ფორმულა აქ ჩავწერე, ეს არის n-ის ფაქტორიალი შეფარდებული n-ის - x-ის ფაქტორიალი გამრავლებული x-ის ფაქტორიალზე, ცხადია, ეს ფორმულა გადმოვწერე. და აქ მე p-ს მაგივრად p გამოვსახე აი აქედან, რომელიც უდრის ლამბდა-ჯერ დელტას და ცხადია რომ ეს იქნება ლამბდა გამრავლებული, აი აქ დელტა ზემოდან წამოვიღეთ, დელტა ერთი და იგივე ზომისაა, რომელიც უდრიდა ტაო შეფარდებული n-თან, ხო ასეა? ეს უდრიდა ტაო გაყოფილი n-ზე. ანუ p უდრის ლამბდა გამრავლებული ტაო შეფარდებული n-თან, ხო? და ეს ჩავსვი აქ, ლამბდა გამრავლებული ტაო შეფარდებული n-თან ხარისხად x. და ცხადია აქ იქნება
1 - p, ანუ 1 - ლამბდა ტაო შეფარდებული n-თან ხარისხად n-x ისევ. ოკეი, ეს გვაქვს მან. ეხლა გავაკეთებ ასეთ რაღაცას. n-ის ფაქტორიალი, ხო? აი აქ რაც არის. n-ის ფაქტორიალი რო შევაფარდო n-x-ის ფაქტორიალთან, ცხადია მე დამრჩება ნამრავლი საიდან სადამდე, ანუ აქ უბრალოდ გაგახსენებთ, თუ მაგ მაგალითად 10-ის ფაქტორიალს თუ შეაფარდებთ თქვენ 10-3-ის ფაქტორიალთან, ხო, 10-ის ფაქტორიალს თუ შეაფარდებთ 10-3-ის ფაქტორიალთან, თქვენ დაგრჩებათ ნამრავლი საიდან სადამდე. დაგრჩებათ ნამრავლი 8-დან 10-ის ჩათვლით, ასე არ არის? იმიტომ რომ ესაა 7-ის ფაქტორიალი, ზემოთ არის 10-ის ფაქტორიალი, დაგრჩებათ 8 × 9 × 10. ამ შემთხვევაში თუ n-ი უდრის 10-ის მაგივრად გვაქვს n-ი და 3-ის მაგივრად გვაქვს x-ი, ხო? გვექნება ისევ n ჯერ n-1 ჯერ და ასე შემდეგ ნამრავლი n-x + 1. ანუ 10 ჯერ 8 ჯერ 10 - 3 + 1. ხო? 10 ჯერ 9 ჯერ 8 გვექნება. ანუ ეს მარტივი არაფერი ისეთი არ დამიწერია ახლა მე აქ. აი ეს ნაწილი გავშალე აქ რას უდრის. ეს x-ის ფაქტორიალი აი აქ ქვემოთ დაუწერე აი ამ p ხარისხად x. და ცხადია აი აქედან მე გამოვიტანე n ხარისხად x-ი. ხო, ეს შეფარდება და ცხადია n ხარისხად x-ი მე შემიძლია გარეთ გამოვიტანო. და ეს n ხარისხად x-ი გავშალე უბრალოდ ნამრავლად n ჯერ n ჯერ n ჯერ n ჯერ. სულ ცხადია ესეთი გვაქვს ჩვენ x-ი ცალი. ანუ სულ გვაქვს x ცალი n. ამიტომ ჩამოვწერე n ხარისხად x-ი აი ასეთი სახით. ეს n-ი ამ n-თან შეიკვეცება და დაგრჩებათ აი აქ ეს ნამრავლი, რომელიც აი ამ სახითაა მოცემული. აქ ყველაფერი დანარჩენი იგივენაირად რჩება. ეს არის ლამბდა ჯერ ტაო ხარისხად x-ი, შეფარდებული აქ x-ის ფაქტორიალთან, ეს რომელიც არის ეს x-ის ფაქტორიალი, გამრავლებული 1 - ლამბდა ტაო შეფარდებული n-თან. ოღონდ აქ ნახეთ ხარისხად n-ი და ეს ზემოთა ხარისხი, ეს მარტივი კალკულუსია, არაფერი ისეთი არ არის. ზემოთა ხარისხი უბრალოდ ნამრავლის სახით გამოვიტანე. 1 - ლამბდა ტაო შეფარდებული n-თან ხარისხად -x. ცხადია თუ გადაამრავლებთ, ანუ ხარისხებს შეკრებთ, ხო და იქნება n-x-ი აი აქ ერთი წევრი დაგრჩება. თუმცა მე ეს გამოვყე და რატომ გამოვყე, ეგეც ცხადი გახდება. ცხადი გახდება და რა არის აქ ცხადი? ცხადია რომ ეხლა ჩვენ გვაინტერესებს რა? აქ ეს ყველაფერი, აი აქ ესეც რაც წერია, ხო? აი როგორც ეს და ისე ეს არის ჩვეულებრივი ბინომიალურის დროს, როგორც ვიყენებდით, იმ ალბათობა იმისა, რომ დროის ტაო მონაკვეთში გამოჩნდება მაგალითად 10 მომხმარებელი. მაგრამ როდესაც დელტა წავა 0-ისკენ, მეგობრებო, ანუ დროის უსასრულო მონაკვეთს თუ ავიღებთ, უსასრულო მცირე მონაკვეთს თუ ავიღებთ, ან დელტა როდესაც წავა 0-ისკენ, იგივეა რაც რომ n-ი წავა უსასრულობისკენ, ხო? ეს იგივეა რაც დელტა წავა 0-ისკენ და n-ი წავა უსასრულობისკენ. ამ შემთხვევაში რა ხდება? აი ესაა საინტერესო და სწორედ აქედან გამოდის ჩვენი პუასონის დანაწილება. ანუ როდესაც n-ი მიდის უსასრულობაში, ანუ უსასრულო ნაწილებად დავყოფ აი ამ ტაო მონაკვეთს, უსასრულო და მცირე ნაწილებად, რა მოხდება ამ შემთხვევაში? ეხლა შეხედეთ. ჩვენ გვაქვს აი აქ ნამრავლი, ხო, ზღვარში გვაინტერესებს ეს ყველაფერი. ეს ძალიან მარტივი რაღაცაა. ცხადია რომ ზღვარში ჩვენთვის n-ი მარტო აქვს რომელ წევრს? n-ი აქვს მარტო აი ამ წევრს. აი აქ რაცაა, აი ამ წევრს და აი ამ წევრს. დანარჩენი წევრები და აი ამ წევრსაც, ბოლო წევრსაც. მარტო აი ამ წევრს არ აქვს n. შესაბამისად, ეგ შეგვიძლია გარეთ გამოვიტანოთ, როგორც აი აქ ჩავწერე, ლამბდა ჯერ ტაო ხარისხად x-ი შეფარდებული x-ის ფაქტორიალი. ეხლა განვიხილოთ აი აქ რა ხდება. ზღვარში მეგობრებო, აი ამ ნამრავლს დააკვირდით. n ჯერ n-1 გაყოფილი n-ზე, ეს მე ცხადია რომ მარტივად ესეც კალკულს თუ გაიხსენეთ, რას უდრის, ეს იგივეა რომ 1-ს გამოკლებული 1 შეფარდებული n-თან არის ეს წევრი მაგალითად, ხო, ეს იგივეა n-1 შეფარდებული n-თან.
მეორე და ასე შემდეგ ბოლო წევრი გვაქვს რისიტორი ეს ბოლო წევრი არის ნამრავლში რო გვაქვს 1 მინუს x + 1 შეფარდებული აქაც 1 x + 1 შეფარდებული n-თან, ხო? ეს წევრები გვაქვს და n-ი როდესაც უსასრულობისკენ წავა, ეს წევრი წავა 0-ისკენ, ისევე როგორც ეს წევრი წავა 0-ისკენ, ხო? და აი აქ ნამრავლში დაგვრჩება 1. ყველა ასეთი წევრი მოგცემს 1-ს. შესაბამისად, ეს თლიანად ზღვარში ეს რაც არის დიდი გამოსახულება, უდრის 1-ს. ხო, რაც შეეხება აი ამ მეორე მნიშვნელოვან კომპონენტს 1 - ლამბდა-ტაო შეფარდებული n-თან. როდესაც n-ი წავა უსასრულობისკენ, მე გამოვიყენებ ერთ მშვენიერ თვისებას, რომელსაც აი აქ ნეპერის რიცხვი როგორ მიიღება, ხო, ეს ზღვარში ეს მაგის მაჩვენებელია. სხვათა შორის ნეპერის რიცხვის იდეა იაკობ ბერნულის აღმოჩენილია. აი ბერნული ცდილობდა აი ამ ზღვარის დათვლას და შემდეგ ნახეს რომ ეს მუდმივია, ეს ტოლია. ზღვარი 1 + ესეც მარტივი კალკულუსის შედეგია, ხო? ან შეგიძლიათ ნახოთ, გადახედოთ. ზღვარში 1 + 1 შეფარდებული n-თან ხარისხად n-ი, ეს არის ეს ტოლი. ეს ნეპერის რიცხვი. აქედან გამომდინარე, ზღვარში 1 - ლამბდა-ტაო შეფარდებული n-თან ხარისხად n-ი, ეს მე მომცემს e ხარისხად - ლამბდა-ტაოს. ეს შედეგი თუ გაინტერესებთ, მე შემიძლია შემდეგში გაჩვენოთ, თუ არა და თქვენ თვითონ ნახეთ, იმიტომ რომ კალკულუსი დარწმუნებული ვარ, რომ იცით, ხო? ესე იგი ეს მოგცემს e ხარისხად - ლამბდა-ტაოს, აი ეს ნაწილი და დაგვრჩა ეს ბოლო ნაწილი. ეხლა დავაკვირდეთ, როდესაც n-ი უსასრულობისკენ წავა, ეს ნაწილი წავა 0-ისკენ. 1-ს გამოკლებული 0 არის ისევ 1 და 1 ხარისხად რაღაცა ნებისმიერი რიცხვი არის ისევ 1-ის ტოლი. ანუ საბოლოო ჯამში მივიღებთ აი ამ გამოსახულებას. ხო, ცუდად დავჭყობ. ეს არის ჩვენი საბოლოო გამოსახულება. ეს არის რა, რომ ზღვარში, როდესაც n-ი მიდის სწრაფის უსასრულობისკენ, როდესაც დელტა მისწრაფის 0-ისაკენ, ჩვენი ბინომიალური განაწილება გარდაიქცა უკვე პუასონის განაწილებად. მოკლედ ეს გამოყვანა არ არის ხო, ცხადია რომ სავალდებულო, უბრალოდ ეს თქვენი ინტუიცია მინდოდა რომ განმევითარებინა ამ კუთხით. და ცხადია რომ როდესაც უკვე გვექნება არა შესაბამისად წარმატების რაოდენობა, როდესაც გვაინტერესებს ამ ტაოს სიდიდეში და როდესაც ვიცით რომ უსასრულოდ მცირე მონაკვეთში ხდება შემთხვევები, უნდა გამოვიყანოთ უკვე პუასონის აი ეს განაწილება, ხო? და ჩვენ ვაჩვენეთ რომ როდესაც დელტა არის უსასრულოდ მცირე, ეს განაწილება ბინომიალური განაწილება მიისწრაფის პუასონის განაწილებისკენ. აი და ეს უკვე გვიჩვენებს იმ ალბათობას. ესეც არის დისკრეტული სახის შემთხვევითი სიდიდე. ცხადია, იმიტომ რომ თვითონ ბინომიალურიც დისკრეტული. და ეს უკვე გვიჩვენებს მაგალითად, როდესაც გვაინტერესებს დროის მონაკვეთში 10 ჯერ რომ მოხდება ჩვენთვის წარმატება, აი აქ უბრალოდ x-ის მაგივრად ყველგან ჩავსვალთ 10-ს და მივიღებთ ჩვენთვის საინტერესო შედეგს. მაგრამ მაგისთვის ჩვენ უნდა ვიცოდეთ ლამბდა და ტაო. და ამას მე მაგალითებზე გაჩვენებთ როგორ შეიძლება ალბათობების გამოთვლა. კითხვა ხომ არ გვაქვს მეგობრებო? დარწმუნებული ვარ გაქვთ კითხვები, თუმცა ცოტა დაბნეულებით ხართ. მოკლედ ეს მინდოდა მეჩვენებინა თქვენთვის. თუ კითხვები არა გაქვთ, ჩვენი დრო უკვე ნელ-ნელა ამოიწურა, მე უკვე შემდეგში მაგალითებს გაჩვენებ და ხვალ ბინომიალურზეც ვივარჯიშებთ რაღაცებს სემინარებზე, ასე რომ კითხვები თუ არ არის, მე დაგემშვიდობებით, ხო? კარგად. ახონდის. ახონდის. კარგად. კარგად.